4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 16 პირს წარადგინა გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 1 საათის წინ გაიმართა. როგორც ირკვევა, ბრალდების მხარე 15 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. მარიამ მეყანწიშვილისთვის კი სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარადგინა. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ახლა ხატია ჯამალაშვილი შემოგვიერთდება. ხატია, გისმენთ. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ დაკავებულ პირთა დრო კიდევ უფრო გაიზარდა და უკვე ცნობილი არის, რომ 16 პირს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა, უკვე ოფიციალურად წარადგინათ ბრალი. ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში გაკეთა, სადაც საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პირები საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ცდილობდნენ ძალადობრივი ქმედებების დაორგანიზებას. პროკურატურის ინფორმაციით ისინი შეიჭრნენ პრეზიდენტის სასახლეში ფიზიკური ძალადობით დააზიანეს ღობე, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე მათ მიაყენეს შეურაცხყოფა სიტყვიერი, ესროლეს სხვადასხვა საგნები. პროკურატურის ინფორმაციით აღნიშნული ქმედების შედეგად ისინი მათ გადაინაცვლეს ათონელის რეზიდენციის ტერიტორიაზე, ასევე როგორც პროკურატურის ინფორმაციით გახდა ცნობილი, ირაკლი შაიშმელაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ცდილობდა მოქალაქეების დაორგანიზებას 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე. რამდენიმე დღით ადრე ის სხვადასხვა მოწოდებებს აკეთებდა სხვადასხვა ტელეეთერებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე პროკურატურის ინფორმაციითვე ის ცდილობდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზება მოეხდინა და ის მოუწოდებდა თანამშრომლებს, რომ არ შეესრულებინათ საკუთარი უფლება-მოვალეობები, აცხადებენ პროკურატურაში. როგორც პროკურატურის ინფორმაციით ირკვევა, ასევე დაკავებული არის სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით ის ცდილობდა ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეების ორგანიზებას რუსთაველის 21 ნომერში მდებარე ოფისში. შემდგომში უკვე მათ გადაინაცვლეს და ძალადობრივ მოქმედებებში ჩაერთნენ ათონელის ქუჩაზე. როგორც პროკურატურამ განაცხადა, 15-ვე პირისთვის ის ითხოვს საპატიმრო გირაოს და ამ შუამდგომლობით ისინი მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, სამოქალაქო აქტივისტს მისთვის მოითხოვს პროკურატურა საპატიმრო გირაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიამ მეყანწიშვილი მას შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, რაც გადაიხდის გირაოს. თუ რა თანხა იქნება გირაოს სახით შეფარდებული, ეს უკვე სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, მას ბრალი დაუსწრებლად წარადგინა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. მოამბე უკვე ესაუბრა მის უფლებადამცველს, რომელიც აცხადებს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს და ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ვიდეო მტკიცებულებები არის ჩადებული საქმეში, რომელიც გავრცელებული არის სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ ტელეეთერებში, სადაც შაიშმელაშვილის სხვადასხვა განცხადებები არის. უფრო მეც ადვოკატი გეგმავს, რომ ის იტყვის მაშინ, როდესაც უკვე ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა, სადაც მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმშელებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენანდი კელუხშაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამა ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ ყვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ალთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიშში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულების ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს, სხვადასხვა საგნებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალა ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე პირებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ამავდროულად აღნიშნული სისხლის სამართლის ფარგლებში დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით 4 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა და შემდგომი მოქმედების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირის 21 ნომერში მდებარე ოფისში. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული პირები ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები, როგორც ზაჰესის, ასევე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. მათთან უკვე შედიან უფლებადამცველები, ეტაპობრივად ხვდებიან დაკავებულ პირებს, რომლებსაც უკვე ბრალი ოფიციალურად აქვს წარდგენილი, როგორც ცნობილი არის, დაკავებულ პირთა უმრავლესობა არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, არ ეთანხმება, ასევე ადვოკატების განცხადებით ისინი აპირებენ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესი, რომელიც შესაძლოა ჩაინიშნოს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვენ სასამართლო პროცესზე, ალტერნატივის სახით კი ნაწილი მათგანი გეგმავს, რომ გირაოს შესთავაზოს სასამართლოს. ერთ-ერთი ასეთი პირი არის მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ისინი გეგმავენ ალტერნატივის სახით გირაოს შუამდგომლობა დააყენონ სასამართლო პროცესზე. როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში არის მითითებული მარიამ მეყანწიშვილს ედავებიან უშუალოდ ათონელის ქუჩაზე მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას. საბოლოო ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ მარიამის პოზიცია არის ის, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს. დააგვიანა აქციაზე მისვლა, როგორც თვითონ განმარტავს და იმყოფებოდა რუსთაველზე აქციაზე, თუმცა ათონელის სასახლის პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა 4 ოქტომბერს. თოლორაევს რაც შეეხება მიხეილი და მამამისია დაკავებული, ორივე მათგანს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდების დადგენილებები გადმომეცა, საქმის მასალები არ არის გადმოცემული. ორივე აცხადებს, რომ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიებას არ ქონია მათი დაკითხვის სურვილი და შესაბამისად ჩვენებებიც არ მიუღიათ. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს წარედგინა ბრალი საქართველოს სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია ამ ეტაპზე ის არის, რომ არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს. ვცდილობთ მაქსიმალურად გავერკვეთ სიტუაციაში, საქმის მასალები უკვე სრულად გადმოგვეცა. 16 დაკავებულ პირს უკვე ოფიციალურად აქვს ბრალი წარდგენილი. 15-ის პროცესი სავარაუდოდ დღეს ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მათ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ 16-დან ერთი პირი, ირაკლი შაიშმელაშვილი, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლო. უკვე ცნობილი არის, რომ პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მადლობა ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.